რაც შეეხება რიგარის შესწავლას, როგორც ისიც თქვენ 2 დღის წინ საქართველოს პარლამენტის 46-მა დეპუტატმა ხელმოწერით მიმართა პრეზიდენტს რიგარის შესწავლის ჩანიშვნასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავადვე აერიათ თვლაში, ასე ვთქვათ, და მიმართეს პრეზიდენტს, რომ აღარ ჩაენიშნა, თუმცა ასეთ სამწუხარო საბოლოო ჯამში თავად ოპოზიცია რო არასერიოზულად იქცევა, ეს უკვე ამას შეჩვეული ვარ, უკვე მე რამდენჯერ უთითებ, რომ რეგლამენტს გაეცნონ და ნაცვლად იმ მისტერიის, რასაც აწყობენ ხოლმე, დახარჯონ რამდენიმე წუთი უბრალოდ საკუთარი ცოდნის გაღრმავებისთვის და რეგლამენტში ჩახედვისთვის. ორმა ადამიანმა მიმართა პრეზიდენტს, რომ 46 ადამიანის მიმართვა გამოეთხოვათ, რაც აბსურდი არის და კიდევ ერთხელ წუხარ მე, რომ ასე შორს არიან ოპოზიციის განსაკუთრებით ეს წარმომადგენლები რეგლამენტისგან. რა თქმა უნდა, შესაბამისად ეს გამოთხოვილად არ ჩაითვლებოდა, თუმცა პრეზიდენტმა იცით, რომ არ ჩაანიშნა სხდომა, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს სხდომას 48 საათი არის ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ოპოზიციამ საკუთარი რეგლამენტისგან შორს ყოფნით და არ ცოდნით თავად ერთის მხრივ თავისთავად ჩაიგდო სასაცილო მდგომარეობაში, მაგრამ მეორე მხრივ უხერხემლო მდგომარეობაში ჩააგდო პარლამენტი, იმიტომ რომ მათ არასწორად გამოითხოვეს საბოლოო ჯამში მათივე მიმართვა პრეზიდენტის მიმართ, კიდევ ერთხელ 46-მა პრეზიდენტმა მიმართა და იმდენი ცოდნაც არ ყოფილით, რომ 46 ადამიანს მიემართა ისო გამოთხოვას და 2 ადამიანმა მიწერა პრეზიდენტს 46 ადამიანის სახელით. ამიტომ რაც შეეხება ამ მდგომარეობას, რაც შექმნა ოპოზიციამ თავისთვის სასაცილო და პარლამენტის უხერხული მდგომარეობა, გვაქვს ასე რომ რეალურად უნდა ჩატარდეს სხდომა 48 საათის განმავლობაში, თუმცა აქაც უმრავლესობამ ისევ სწორედ პარლამენტის ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნითაც მომართა მე ფრაქცია ქართულმა ოცნებმა, რომ ისინი არ დაესწრებიან ამ შემთხვევაში სხდომას, შესაბამისად ეს გულისხმობს, რომ უკვე არ იქნება კვორუმი და აქედან გამომდინარე აზრს კარგავს რეგისტრაციის ჩატარება და სხდომის ჩატარებაც. აქედან გამომდინარე რიგარის შესხდომა არ გაიმართება.